ჯოჯოხეთის პარადოქსი. თუ ღმერთი სიყვარულია, რატომ არსებობს ტანჯვა? თუ ღმერთი აბსოლუტური სიყვარული და მოწყალებაა, როგორ შეიძლება არსებობდეს ადგილი, სადაც ადამიანები საუკუნო ტანჯვისთვის არიან განწირულნი? ეს არის ბოროტების პრობლემა, რომელიც 1000 წლეულების განმავლობაში მოსვენებას არ აძლევს უდიდეს მოაზროვნეებს. როგორ თავსდება ერთმანეთთან უსაზღრო სიყვარული და მარადიული სასჯელი? ბევრი თეოლოგი ამას თავისუფალი ნებით ხსნის. ისინი ამბობენ, რომ ღმერთი არავის სჭის. ადამიანი თავად ირჩევს ჯოჯოხეთს, როდესაც უარს ამბობს სინათლეზე. თუმცა აქ ჩდება კითხვა. სამართლიანია თუ არა 70 ან 80 წლის განმავლობაში ჩადენილი შეცდომების გამო ადამიანმა მილიარდობით წელი, ანუ მარადისობა იტანჯოს? შეუძლია თუ არა მოსიყვარულე მშობელს თავისი შვილი ცეცხლში ჩააგდოს? რა დანაშაულიც არ უნდა კონდეს მას ჩადენილი? არსებობს კიდევ ერთი ვერსია. ადრეული ქრისტიანობის ზოგიერთი მოაზროვნე, მაგალითად ორიგენე, თვლიდა, რომ ბოლოს ყველაფერი განიწმინდება და ჯოჯოხეთიც კი გაქრება. მაგრამ ეკლესიამ ეს სწავლება მე-6 საუკუნეში აკრძალა. დღეს ბევრი მიიჩნევს, რომ ჯოჯოხეთი არა ფიზიკური ადგილი, არამედ სულის მდგომარეობაა, ღვთისგან დაშორების ტკივილი. კითხვა, რომელსაც მხოლოდ ძლიერები უპასუხებენ. რომ გქონდეს ძალაუფლება, გააუქმო ჯოჯოხეთი და ყველა ცოდვილს, ყველაზე სასტიკ მკვლელებაც კი მისცე 60-ში შესვლის უფლება. იზამდი ამას სიყვარულის გამო, თუ დატოვებდი სასჯელს სამართლიანობის აღსასრულებლად? დაწერეთ თქვენი გულწრფელი აზრი კომენტარებში. სიყვარული უფრო მაღლა დგას თუ სამართლიანობა? გამოიწერეთ დროის მიღმა.